გამარჯობა მომავალ კონტენტის დამპყრობლებო. დღეს ვისაუბრებთ თუ რა უნდა იცოდეს სოციალური მედიის სწორ გამოყენებასა და თქვენი ექსპერტიზის წარმოჩენაზე, როგორ იყოთ დასამახსოვრებელი, გავლენიანი და ეფექტური ონლაინ. სოციალურ მედიაში წარმატების მისაღწევად საჭიროა როგორც გეგმა, ასევე პლატფორმა. გეგმა არის შენი სტრატეგია, ერთგვარი საგზაო რუკა, რომელიც გეხმარება განსაზღვრო რას ამბობ და ვის მიმართავ, რას ელოდები ურთიერთობების ჩამოყალიბებისგან, როგორ გაზომავ წარმატებას და რა ქმედებს განახორციელებ შენი ბიზნესის წარმატებისთვის. პლატფორმა არის ის საფუძველი, რომელზეც შენს ონლაინ სანდოობას აშენებ. იგი ამყარებს და აძლიერებს შენს ექსპერტობას. პლატფორმა არის შენი კონტენტის და სოციალურ მედიაში განხორციელებული ინტერაქციის ერთობლივი შედეგი, რომელიც აძლიერებს შენს ბრენდს და ზრდის შენს გავლენას. იდეალურად და გააზრებულად დაგეგმისა და მომზადების პირობებში, გეგმა და პლატფორმა ერთმანეთთან ჰარმონიაში მუშაობენ, ურთიერთს აძლიერებენ და მუდმივად ერგებიან მომხმარებლის გემოვნების ცვლილებებსა და ტექნოლოგიურ პროცესს. ჩვეულებრივ, გეგმა და პლატფორმა ორივე ერთად ვითარდება, რადგან პლატფორმა ყალიბდება იმ გზებით, როგორითაც შენს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს სხვებს. გეგმით დაწყება ნიშნავს გააანალიზო, რა ცოდნა ან ექსპერტიზა გინდა გამოიყენო პლატფორმისთვის, რადგან შეუძლებელია ერთ დღეში ექსპერტი გახდე. ხშირად ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ, რამდენად უნიკალური, იშვიათი და მოთხოვნადია მათი ცოდნა უნარები, რადგან ისინი ბუნებრივი ტალანტიდან გამომდინარეობს. ადამიანების უმეტესობისთვის ყველაზე გავრცელებული მიზნებია პოტენციური მომხმარებლების და აუდიტორიის შეკრება, არსებული და მომავალი მომხმარებლების ჩართულობის გაზრდა, საკუთარი თავის, როგორც ექსპერტის ხილვადობის ამაღლება, მედიისა და ინფლუენსერების ყურადღების მიპყრობა, ადამიანების წახალისება, გამოიწერონ შენი სემინარები, ღონისძიებები ან ჩამოტვირთვები, შენი გავლენის დემონსტრირება გვერდის მოწონებებისა და გამომწერების რაოდენობის დიდ. ეს ყველა მოლოდინი სრულიად ლეგიტიმურია სოციალური მედიის გამოყენებისას. თუმცა სოციალური მედიის გეგმის შედგენის საწყის ეტაპზე რეკომენდებულია მიზნების პრიორიტეტიზაცია, რადგან გაცილებით მარტივია ახალი მიზნების დამატება უკვე მიღწეული შედეგების შემდეგ, ვიდრე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე მუშაობა. ახლა გავამახვილოთ ყურადღება ძირითად სტრატეგიულ ელემენტებზე. თანამოაზრე ადამიანების შეკრება, რომლებიც შეიძლება გახდნენ შენი პოტენციური კლიენტები, რეკომენდაციის წყაროები, კოლაბორაციის პარტნიორები. ამის მიღწევა მოითხოვს ისეთ კონტენტს, რომელიც ერთდროულად აყალიბებს შენს ექსპერტულობას და იზიდავს აუდიტორიას არამხოლოდ როგორც სპეციალისტს, არამედ როგორც ადამიანს, რომელსაც იცნობენ, მოსწონთ და ენდობიან. ნებისმიერ თემაზე უამრავი ექსპერტი არსებობს. შენი მიზანია მოიზიდო ის ადამიანები, რომლებიც შენთვის ყველაზე მეტად შესაფერისები არიან, რადგან შენი გამოცდილება, მიდგომა ან პიროვნული თვისებები მათში გაცილებით ღრმა რეზონანსს იწვევს, ვიდრე მხოლოდ შენი ცოდნა. ყველა ექსპერტს შორის მათ უნდა აგირჩიონ შენ, იმიტომ რომ შენთან ყველაზე მეტად გრძნობენ თავს ერთ ტალღაზე. მხოლოდ ინფორმაციის გაზიარება რამდენადაც ღირებული არ უნდა იყოს ის, საკმარისი არაა. აუცილებელია ეს ინფორმაცია შენს უნიკალურ სტილში გადმოსცე, რაც შენი პიროვნების გამოვლენას გულისხმობს. ის, რასაც სოციალურ მედიაში აზიარებ, გააზრებული უნდა იყოს, მაგრამ არა ხელოვნური და დისტანციური. შექმენი ისეთი ატმოსფერო სოციალურ მედიაში, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ შენთან მხიარულად, ბუნებრივად და თავისუფლად. დაფიქრდი, რა გზებით ინარჩუნებ დღეს კავშირს, შენს არსებულ და ყოფილ კლიენტებთან, ასევე დაინტერესებულ პოტენციურ მომხმარებლებთან. შესაძლოა აგზავნი ელფოსტას, აწყობ სემინარებსა და ღია შეხვედრებს. ყველა ეს აქტივობა ემსახურება ერთ დიდ მიზანს. გააგრძელო ურთიერთობა ამ ღირებულ ადამიანებთან და მუდმივად შეახსენო მათ საკუთარი თავი. სოციალური მედია გაძლევს საშუალებას იგივე მიზანს მიაღწიო. მისი უნიკალურობა იმაში დევს, რომ ის გაძლევს საშუალებას ყოველდღიურად გაამყარო ეს კავშირები ისე, რომ არც შენ და არც აუდიტორია არ ტოვებდეს სამუშაო მაგიდის კომფორტს. შეცდომით არ მიიჩნიო სოციალური მედია, როგორც შენი პირადი გაზეთი ან რადიოსადგური. ამ შემთხვევაში სიტყვა სოციალური სწორედ იმიტომ გამოიყენება, რომ ის გულისხმობს ორმხრივ კომუნიკაციას. შექმენი დიალოგი, ჩამოაყალიბეს სივრცე, სადაც შეძლებ აუდიტორიასთან კავშირს. ვიდეოს გამოქვეყნება მაყურებელს საშუალებას აძლევს დაგინახოს და მოგისმინოს, რაც მეტად ძლიერ კავშირს ქმნის, ვიდრე მხოლოდ ტექსტზე დაფუძნებული პოსტები. კონტენტის შექმნაზე უფრო დეტალურად შემდეგ ლექციებზე ვისაუბრებ. სოციალური მედია გაძლევს შესაძლებლობას შენს მეგობრებსა და გამომწერებს დაეხმარო, სწორად აღიქვან შენი ცოდნის სფერო და მასშტაბი ისე, რომ თავს არ მოახვიო ეს ინფორმაცია. ექსპერტობის ჩამოყალიბებას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს: ცოდნა და აღიარება.
იმისთვის, რომ ექსპერტად ჩაითვალო, ხმა ცოდნა უნდა ჰქონდეს შენს ნიშაში. შენი სანდოობა კი მნიშვნელოვნად იზრდება მაშინ, როცა ჩანს, რომ შენს ცოდნას სხვებიც აღიარებენ. სტატიების, ბლოგპოსტების ან ვიდეოების გაზიარება, რომლებიც ნამდვილად საინტერესოა შენი აუდიტორიისთვის, აჩვენებს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე საუბარი არაა შენი მიზანი. ეს მიანიშნებს, რომ გულწრფელად ზრუნავ იმაზე, შენს გამომწერებს მიაწოდოს საუკეთესო ინფორმაცია. ცნობადობას კი ავლენ მაშინ, როცა აზიარებ კონტენტს, რომლებიც თავად შექმენი, ან სადაც შენზე წერენ ცნობილი ავტორები, ან მედია საშუალებები, საჯარო გამოსვლების ჩანაწერები, ან ღონისძიებების ბმულები, სადაც სპიკერად ხარ მიწვეული. ყველაფერი ეს ადასტურებს, რომ შენი ექსპერტობა სხვებისთვის აღიარებულია და ეს დის იმ ადამიანების დობასაც, რომლებიც აქამდე არც კი გიცნობდნენ. ბლოგერების, მედია საშუალებების, ღონისძიებების, ორგანიზატორებისა და სხვა ექსპერტების მხრიდან ყურადღების მიპყრობა ექსპერტული პლატფორმის შექმნის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია. სწორედ ამიტომ, შენი სოციალური მედიის გეგმის ნაწილი უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც დის იმის შანსს, რომ შენ შეგამჩნიონ. როცა მედია ან გავლენიანი ადამიანები შენზე საუბრობენ, რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ხდება. პირველ რიგში ეს წარმოადგენს შენი ექსპერტობის სოციალურ დადასტურებას. მეორე მხრივ, ყოველი ასეთი მოხსენიება ზრდის შენს მასშტაბსა და ცნობადობას, რაც უფრო ხშირად ესმით შენი სახელი, მით მეტია შანსი, რომ დაგიმახსოვრონ როგორც კონკრეტული სფეროს სპეციალისტი. ეს ასევე დიდი უპირატესობაა, როცა თანამშრომლობის შეთავაზებით ვიმართავ სხვებს, სიუჟეტს სთავაზობ მედიას, ან სპიკერად განაცხადს აგზავნი ღონისძიებაზე. უცნობობა შენი ყველაზე დიდი მტერია ექსპერტული პლატფორმის აშენებისას. კრეატორები და ბლოგერები მუდმივად აკვირდებიან ტრენდებს და ეძებენ შემდეგ დიდ თემას. როცა ერთმა პლატფორმამ შენს ექსპერტობას დაუჭირა მხარი, სხვებსაც აღარ სურთ ჩამორჩენა. ხილვადობა ახალ ხილვადობას აჩენს. სხვა ცნობილ კრეატორებთან და ინფლუენსერებთან კავშირის დამყარება სოციალურ მედიაში სხვადასხვა გზით შეგიძლია და შენი გეგმა უნდა განსაზღვრავდეს, როგორ გააკეთებ ამას. სოციალურ მედიაში შენი გამომწერების რაოდენობა პოპულარობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ადამიანები ხშირად შენს ექსპერტობას იმითაც აფასებენ, რამდენი ადამიანი გიცნობს და მოყვება. ადამიანური ბუნება ასე მუშაობს. რაც უფრო პოპულარული ხარ, მით უფრო იმსახურებ პოპულარობას. გავლენის მეორე დონე არის ის, ვინც ყავს შენს გარშემო. ვინც შენს პროფილს ათვალიერებს, ჯერ გამომწერთა რაოდენობას ნახავს, შემდეგ კი დააკვირდება, არიან თუ არა შენს მეგობრებსა და გამომწერებს შორის სხვა პროფესიონალები და ექსპერტები. თუ შენს წრეში არ ჩანან იგივე ან უფრო მაღალი დონის სპეციალისტები, შენი სანდოობა იკლებს. კიდევ უფრო ძლიერი ვალიდაცია, როცა სხვა ექსპერტები და ინფლუენსერები აზიარებენ შენს კონტენტს. ისინი საკუთარ რეპუტაციას საფრთხეში არ ჩააგდებენ არასანდო ინფორმაციის გაზიარებით. ამიტომ ეს დამატებითი ფილტრაციის და ნდობის დონეა. და ბოლოს, გაითვალისწინე, რომ დიდ შედეგებზე გასვლა არ ხდება ერთ ღამეში, თუმცა თუ საფუძვლიანად იმუშავებ საკუთარი თავისა და უნარების განვითარებაზე, დამიჯერე შენს ძლიერ ექსპერტს ძნელად უმოძებნიან. სწორედ ამიტომ ვარ მე აქ, რომ დაგეხმარო მიაღწიო დიდ წარმატებას. აუცილებლად გამოიწერე ჩემი არხი და დაელოდე მომავალ სიახლეებს.